ეს ვესტუმრებით ნიცის ყველაზე ცნობილ რესტორანს, რომელიც ნახევრად არის შესული ზღვაში. ეს რესტორანი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით, რომელიც აგებულია კლდოვან ფასადზე, რაც დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის. რესტორანში მოსახვედრად აუცილებლად საჭიროა წინასწარო დაჯავშნოთ ადგილი, რადგან რამოდენიმე კვირით ადრე მთლიანად დაკავებულია. ვიდეოს ბოლოს გეტყვით რა დაგიჯდებათ აქ ვიზიტი, მანამდე კი მოგივყვებით ჩვენ რა შევუკვეთეთ. რესტორანზე განთავსებულია მინის სტატუები, გადახტომას ცდილობენ. ეს რესტორნის სიმბოლოა, რადგან თვითონ რესტორნის სახელი ქართულად ნიშნავს გადამხტარს. რესტორანი გარდა უნიკალური გარემოსა გამოირჩევა მაღალი დონის სამზარეულოთი. ჩვენ შევუკვეთეთ კრაბისგან დამზადებული კერძი, რომელიც იყო ავოკადოსთან და მანგოსთან მომზადებული. ასევე გავსინჯეთ თინუსის საშიმი, რომელიც იყო ძალიან გემრიელი, რადგან საერთოდ არ ჰქონდა იოდის გემო, რაც ნიშნავს, რომ თინუსი იყო ცოცხალი. თავარი კერძი ავირჩიეთ შემწვარი 8 ფეხა, რომელმაც ყველაზე მეტად გამოაოცა, რადგან თქვენს გესონებათ, რამდენად რთულია კარგად მომზადეს 8 ფეხას ხორცი. და ასევე გავსინჯეთ ბურატა, ფორთოხლით და პესტოთი. ეს იყო სიახლე, რადგან მსგავსი გემოების შეხამება ჯერ კიდე არ გამისინჯავს. კოქტეილს რაც შეეხება, ავირჩიეს საფირმო, მაგრამ სამწუხაროდ იმის გამო, რომ არ მიყვარს ალკოგოლი, დიდად კომენტარს ვერც გავაკეთებ, იმიტომ რომ არ მომეწონა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ულამაზესი გარემოა და ძალიან მაგარი სურათები გამოდის. გოგოებო, შეინახეთ ეს ადგილი. უცხოეთი და მსგავსი ადგილების გაზიარებისთვის მეხმარება რომ ამიგოს ინტერნეტი, რომელიც საშუალებას მაძლევს შეუცხადავად გაგიზიაროთ კონტენტი. რესტორან Le Plongeon-ში არის მინიმალური გადასახადი ადამიანზე 60 евро, რომლის ღირებულებაც ნამდვილად გამართლებულია. ჩვენ კი ეს ყველაფერი დაგვიჯდა 260 евро. როგორ ფიქრობთ, ღირს თუ არა?